მასშტაბური ხანძრების შედეგად ევროპაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. ხანძრები მძვინვარებს ესპანეთში, პორტუგალიაში, ალბანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. პირენეს ნახევარკუნძულზე მასშტაბურ ხანძრებს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. ესპანეთში მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ცეცხლი 1000 ჰექტარზე მეტ ფართობს მოედო. ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მაკედას მუნიციპალიტეტში ცეცხლი საცხოვრებელ ტერიტორიას მიუახლოვდა. პოლიციამ საავტომობილო გზები ჩაკეტა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით რეგიონში მეხანძრეების ძალისხმევის შედეგად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ქალაქ ოურენსში ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს მოსახლეობა ეხმარება. ადგილობრივები ცეცხლის შეჩერებას თავიანთი რესურსებით ცდილობენ. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდიდან 21 კილომეტრის დაშორებით ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად სწრაფად გავრცელდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო ერთი მოხალისე მეხანძრე. ძლიერი ხანძარი მძვინვარებს პორტუგალიაშიც. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან 350 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ტრანკოსოში ცეცხლის ჩაქრობას 7-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ჯამში პორტუგალიის მასშტაბით ხანძარს 3000 მეხანძრე ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დილის 6 საათიდან არ გავჩერებულ ვარ. ცოტა ვჭამე, ყავა დავლიე და სხვა არაფერი. ღამით არავის ძინავს, ყველაფერი თავიდან იწყება. დილით ჩემი ძმის სახლის გვერდით მაშველებს ხანძრის ჩაქრობაში დავეხმარეთ. ახლა კი ისევ გაჩნდა. იქ სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. საბერძნეთში ცეცხლი საპორტო ქალაქ პატრას გაუჩნდა. საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქი შემოგარენში ცეცხლი ზეთისხილის ბაღებსა და ფიჭვნარს მოედო. პატრას ზოგიერთ უბანში უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივმა ფერმერებმა კი თავიანთი მიწებიდან შინაური ცხოველები გამოიყვანეს. საბერძნეთმა დახმარება გაუგზავნა მეზობელ ალბანეთს, სადაც ხანძრის შედეგად დედაქალაქ ტირანაში 80 წლის მამაკაცი დაიღუპა. ევროპის მასშტაბით ხანძრები რამდენიმე კვირიანი სიცხეების შედეგად გაჩნდა. ევროკავშირის დახმარების მიუხედავად, ცეცხლის შეკავება და ჩაქრობა ჭირს. მეცნიერების ინფორმაციით ხანძრის რისკს კლიმატის ცვლილება ზრდის. რეკორდულად ცხელი ზაფხულისა და სიმშრალის ფონზე დღის ხანძრები უფრო მარტივად ჩნდება და ვრცელდება.